კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემას სტუდია ნომერ 8-ს, რომელსაც ჟურნალისტი ლიზა კვესელოვა ვუძღვები. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ პოლიტიკოსი რუსლან თევზაძე გვსტუმრობს. მოგესალმებით, ქალბატონო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ გვეწვიეთ სტუდიაში სასაუბროთ და ბუნებრივია შიდა პოლიტიკური პროცესებით უნდა დავიწყოთ საუბარი. რა ხდება, რა მოლოდინები გვაქვს და ზოგადად რა პოლიტიკურ პროცესს ვადევნებთ თვალს. თუ საერთოდ არსებობს პოლიტიკური სურათი ამ წუთას და პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში, თქვენ გამეულდებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ტელემაყურებელს მივესალმები. მე მგონი ამ წელს პირველად ვარ და შესაბამისად გილოცავთ ამ წელს და რა ვიცი, წარმატების წელი ყოფილიყოს ყოველ შემთხვევაში სურვილი არის და ვინ რას გაიღებს ამისთვის, ვნახოთ იგივე პოლიტიკაში, აი ახსენეთ კიდევაც და იმედები მაქვს, არ შეიძლება იმედი რო არ გქონდეს, მაშინ რაღაცნაირად კარგავს ასხო ყოველდღიურობა. ეხლა რაც შეეხება საქართველოში პოლიტიკურ პროცესს, რაც ახსენე. პოლიტიკური პროცესი რომ კრიზისშია, მე მგონი ამაზე, რა ვიცი, არავინ აღარ დაობს. გარდა ოცნებისა და ოცნების პარლამენტისა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რაღაცნაირად კარგ კალაპოჩია ეს ყველაფერი და ესეთი დამაკმაყოფილებელია ყოველ შემთხვევაში იგივე ევროპული მოთხოვნების, რეკომენდაციების რა თქმა უნდა, ესე უფრო სწორი იქნება და ასევე დამაკმაყოფილებელია და კარგიც არის კი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, მაგრამ ეს რომ ესე არ არის, ამაზე მეტყოლებს ყოველი შემდეგი დღე. ეხლა ერთი წინადადებით აუცილებლად უნდა შევეხოთ იმას, რომ მსოფლიოში მოგეხსენებათ, აი ყოველ დღე წარმოუდგენელი სიახლეები ხდება პოლიტიკურ ველზე და მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ეს გეოპოლიტიკური წესრიგი რომ აღარ არსებობს, ესეც ხო ფაქტია, ეს წესრიგი დაირღვა და მიმდინარეობს ახალი წესრიგის დამყარება, ანუ გადალაგება. იქ ირანის თემა ძალიან ტრაგიკული, ვენესუელა, ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის პოზიციონირება, უკრაინა და ეს ყველაფერი ძალიან აირია ერთმანეთში და რატო ვახსენე? აი ამაზე სასაუბროთ ჩვენ ნამდვილად არ მოსულართ, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, როგორ გითხრათ, განსაზღვრელი იმისა, რომ აი ამის ფონზე კიდევ უფრო მეტად მობილიზებული, კიდევ უფრო მეტად პასუხისგებლიანი, კიდევ უფრო მეტად ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უნდა იყოს ჩვენი სამწუხაროდ ჩემი გადასახედიდან ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და კიდევ უფრო მოტივირებული საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ეხლა რაც შეეხება, აი არ შეიძლება ეს ამაზე საუბარი არ დავიწყოთ დღევანდელი დღეს იყო ხო თუ გუშინ გააკეთეს ეს ინიციატივა დებატთან და დიალოგთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, პირველად რომ ეს მოვისმინე, გამეღიმა, რა თქმა უნდა, არ მიხარია, არც ერთი ცუდი ნაბიჯი არ მიხარია, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა ზიანდება. მაგრამ გამეღიმა, იმიტომ რომ მგონია რომ ეს ყველაფერი მაინც მიმართულია ისევ და ისევ თქვენ ტერმინს გამოვიყენე ბოდიშის მოხდით, რაღაცნაირად პოლიტიკური სურათის, კარგი ქართულად ვთქვათ, აი კარწინკას რასაც ეძახით შესაქმნელად და სამწუხაროდ მოსატყუებლად მოსახლეობის, იმ მოსახლეობის, რომელსაც ასევე სამწუხაროდ არ აქვს წდომა კრიტიკულ მედიაზე და უყურებს მხოლოდ ვთქვათ იმეს, რუსთავიორს და პოზიტივის, ხო, განსაკუთრებით ამ სამ არხს. ასე რომ თუ კითხვას დავსვავთ ესე რომ მე პირადად როგორც პოლიტიკოსი რუსლან თევზაძე მომხრე ვარ თუ არა ამ ინიციატივას, ასე უპასუხებდი რომ რაღაცნაირად როგორ გითხრათ, ესეთი გამოკვეთილი რომ თეთრია შავია პოზიცია ამ წუთში პოზიცია როგორ არ გამაჩნია და გეტყვით რა არის, მაგრამ არა ან კი არ და ვერ ვიტყვი და რატომ ახლა მოგახსენებთ? ნახეთ, ეს დიალოგიც რაც ახსენეს და დებატის სახით იქნება ეს თუ რა ფორმაში არ არის აქ საქმე. დიალოგი არ არის მხოლოდ ვთქვი და გავაკეთოთ. ეს აი ხა მომინდა და უნდა გავაკეთოთ და მე ამას გთავაზობ. დიალოგი არ არის ასევე მხოლოდ რაღაცის დეკლარირება და საუბარი. დიალოგი ჩემთვის პირადად არის ასე მაგალითად ყოველდღიური ქმედითი პატარა ნაბიჯი. შეიძლება სიტყვით საერთოდაც არ გამოხატო, მაგრამ გადადგა გონიერი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც სწორედ იმის წინაპირობა იქნება და იმას მიანიშნებს, რომ მე ვიწყებ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციასთან, იმ ოპოზიციასთან, რომელსაც ყავს მომხრე და რომელიც ასევე გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მოსაზრებას. და ჩემთვის იქნებოდა დიალოგის დაწყება უთქმელად, ყოველგვარი
აფიშირებისა და სპექტაკლების დადგმის გარეშე ის რომ ასე მაგალითად შეეწყალებინათ ახალგაზრდები, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ ყავთ დატყვევებული. ასე მაგალითად დიალოგი იქნებოდა ის რომ დღეს სრულიად გაუგონარი პრეცედენტი, მე არ ვიცი ქვეყანას ვერ დავასახელებ რომ მსგავსი ვერ გავიხსენებ თუ გაიხსენებ ლიზა დიდი სიამოვნებით მოვისმენ რომ ტროტუარზე დგომის გამო 5 დღით ხო თუ სწორად მახსოვს 5 დღით გაუშვეს პატიმრობაში ეს არის იმხელა ეს არის მავნებლობა და ბოროტებაც დანაშაული სამართლებრივად დანაშაული პირიქით მათ ჩაიდინეს იმიტომ რომ დაარღვეს მთელი პროცედურა და მე იურისტი არა ვარ მაგრამ რა თქმა უნდა ამას იურისტობა იურისპრუდენცია ხო გადახაზეს და გადაუარეს ამ ყველაფერს აი ეს ჩემთვის იქნებოდა დიალოგი ეს მინდა ვთქვა. აი ვინაიდან შევეხეთ ამ თემას და თავად თქვენ ახსენეთ დაკავებული ადამიანები ბოლო დროს აქციებზე ქონდეთ თუ არა მოლოდინი რომ ქართული ოცნება შეწყალების აქტში ამ ადამიანებს გაითვალისწინებდა და ამ ნაბიჯს გადადგამდა იმიტომ რომ შეიძლება თვითონ რაღაცნაირად სისუსტედ უყურებენ აი ამ ნაბიჯის გადადგმას მაგრამ პირიქით შეიძლება და ეს ძალიან კარგი და ძალიან ძლიერი ნაბიჯი ყოფილიყო აი ამ გადასახედიდან იმიტომ რომ ძალიან დიდი მოლოდინი არსებობდა რეალურად საზოგადოებაში და კიდევ ერთხელ დაადასტურდა ის რომ არანაირი კომპრომისული ნაბიჯი არ იქნება ქართული ოცნების ხელისუფლებაში. ნახეთ ლიზა რა ხდება მაშინ როცა დაახლოებით ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ ჩვენ მზია ამაღლობელის 1 წლისთავი შესრულდა მისი საპატიმროში ყოფნისა ვიდექით იქ მე გავაკეთე ეს კომენტარი და ვთქვი რომ მე დიდი მოლოდინი ამისა არ მაქვს თქო იმიტომ რომ მათ ნამდვილად ეშინიათ ამ ბიჭების, იმიტომ რომ ალბათ თქვენს დამეთანხმებით რომ ისინი რომ გამოვლენ თავისუფლებაზე პირველივე წამიდან თუ არა მეორე დღიდანვე ისევ და ისევ რუსთაველზე დადგებიან და ნუ თავიანთი მოსაზრებებიდან გამომდინარე გადადგავენ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით სავსე ნაბიჯებს. მაგრამ ნახეთ თუ მაშინ ლოგიკაში არ ჯდება ლიზა, აი ეს მინდა ეს აზრი განვავითაროთ რომ თუ მაშინ უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა და ეს ნაფიქრი იქნებოდა ხო არ შეიძლება ხა ერთი კვირით ადრე არ იყოს ნაფიქრი ისაც გუშინ ამ დიალოგთან დაკავშირებით გაჟღერდა მაშინ ლოგიკაში არ ჯდება იმიტომაც არის ჩემი არგუმენტი რომ თუ ამბობ რომ უნდა დაიწყოს დიალოგი უნდა დაიწყოს დებატი მაშინ უნდა შეეწყალებინათ ხო აუცილებლად უნდა შეეწყალებინათ მაგრამ აი ამიტომ მაშინ არ მქონდა იმედი მაგრამ ამ გადასახედიდან რო შევაფასო ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინათ და ეს ნაბიჯი იქნებოდა დიალოგის დაწყების საპირწონე და კიდევ უფრო მეტი ამ დიალოგთან დაკავშირებით შარმანაშვილი დეპუტატი მან განაცხადა რომ დააზუსტა როგორი ტიპის დებატები იქნება დააზუსტა მაგრამ აბსოლუტურად გითხრა დააზუსტა აი არ ვიცი ხა და შეიძლება ასეთი ტიპის რაღაცა დისკუსიას დიალოგი ეწოდოს როგორ არ უნდა გაგეყინოს ეს სკოლაში რომ არც სკოლას ვაკინებ ჩემთვის საყვარელ ინსტიტუციას მასწავლებელს მაგრამ მოსწავლეს დაბალ კლასში რომ დაუზუსტებ რაღაცას ნუ ეხა ბავშვობა აი მართლა კრიზისში არ არსებობს პოლიტიკური დიალოგი ნუ პოლიტიკური ელიტაზე ხო საუბარი არ არის რომელი პოლიტიკური ელიტა და დააზუსტა რომ მოკლედო ეხლა თქვენ რომ მოგინდათო აქ პირდაპირ კობახიძესთან ჩამოჯდომა ესე არ ხდება ვიღაცას პირდაპირ კობახიძესთან ხო ზოგიერთს თავად არაფორმალურ მართველთან და ასე არ ხდებაო ჩვენო ვისაც გამოუშვებთ ამ ადამიანს ხო და ნუ ეხლა ძალიან ამ სიტუაციას კარგად შეეფერება სპორტის მაგალითი ნამდვილად. ნუ სამწუხაროდ ისეთი დრო დადგა რომ რაღაც ესეთი მაგალითები უნდა მოუყვანო. ვის გაუგია ხა სპორტში ორი სპორტსმენი რო დგება ტატამზე, რა მნიშვნელობა აქვს რომ სპორტზე ვსაუბრობთ გუნდურია თუ ინდივიდუალური თანაბარი სასტარტო პირობა აქვს. დანარჩენი არის მათზე, ხო? აი ეს არის ეს ხდება იმის გამო რომ მათ სიმართლის მოსმენის ეშინია და სწორედ ფასადურია ეს ყველაფერი და არ არის შედეგზე ორიენტირებული. არ ჩანაფიქრშიც არ არის შედეგზე ორიენტირებული. ის კი ნამდვილად აქვთ ალბათ გააზრებული, რომ პოლიტიკური პროცესი ნამდვილად არის კრიზისში. ნუ ყოველ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკურ ველთან მიმართებაში და ამ საგარეო პოლიტიკურ ველთან მიმართებაში გაკეთილშობილებას ემსახურება ეს ყველაფერი რომ კიდევ ერთი რაღაცნაირად მონიშნა გააკეთონ იმ ესე ვთქვათ ჩამონათვალში მათი ჰუმანური თუ კარგი ნაბიჯის, მაგრამ ჰუმანური ნაბიჯი იქნებოდა ის, რაზეც უკვე ვისაუბრე, იმის მსგავსად, ასე მაგალითად, როგორც, რა ვიცი, პარლამენტში, ხო,
ზის ერთი ოპოზიციური პარტია და ამას ისევ და ისევ სათავისო პარტიული მიზნებისთვის იყენებს ოცნება. და ამაში ძალიან კარგად აშკარად დარწმუნდებით, ეხლა შეუიარაღებელი თვალითაც პარლამენტის გვერდზე რო შეხვალთ ეხლა და ყოველდღიურ ფოტოკოლას გადაავლებთ თვალს, რომ არ შევცდე, მოდი ვთქვათ, კარგით, 10 ფოტოდან 9 ნამდვილად არის ხოლმე ამ თან რაღაცნაირად განსაკუთრებით ისე შერჩევით აღებული კადრები. ეს რა თქმა უნდა, ჩემი როგორც ერთი ადამიანის შეფასება და ამ უფლებას ვიტოვებ და შეიძლება ვწდებოდე, არ ვიყო, მაგრამ გარე ფასადზე მუშაობენ და ესეც ამის ნაწილი მგონია. აი ეს არის ასე რომ ხო, ტელევიზიასაც თვითონ აარჩევენ, სპიკერსაც თვითონ აარჩევენ, შინაარს რო აურჩევენ და გაუწერენ რა უნდა. ხო, რა თქმა უნდა და ნუ და რა იქნება ეს? ეს ხო იქნება დადგმა და მეტი არაფერი, მაგრამ ისიც უნიჭო სპექტაკლი იქნება. ამიტომ ამას აზრი არ აქვს. ეხლა რაც შეეხება ზოგადად იმას, რაზეც წუხართ, რომ პოლიტიკური კრიზისი არის და მე ჩემი დასამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად შეიძლება სტაგნაციაშია ეს ყველაფერი შესული, მაგრამ ასევე მე არავითარ გენდერულ სეგრეგაციას არ ვაკეთებ, უბრალოდ ნამდვილად ქალი პოლიტიკოსები მეტნაკლებად შეძლების ფარგლებში რა პოტენციური შესაძლებლობაც გვაქვს, რაღაცნაირად ვახერხებთ, რომ მაჯაზე ხელი გვედოს კოლეგებიც ჩემი და იგივე მზიასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებთან დაკავშირებით, ასე მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით წერილი შევიტანეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში მინდა გითხრათ იმასთან რომ შევხვდეთ მის ხელმძღვანელს ხოლ აი ეს არის დიალოგი აი თუნდაც ეს დეტალი რომ ესე ვთქვათ დავაფიქსიროთ რომ აი ჩვენ ვითხოვთ მაგალითად შეხვედრას დირექტორთან რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის სახელში ამბობს რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მომეცი მე უფლება შენს მაუწყებელში სულ მინიმალური წუთები მაინც გამოვიყენო იმისათვის რომ ჩემი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება თუ პოზიცია ჩემი კი არა ან რომელიღაცა სხვა პოლიტიკოსი ქალის თუ მამაკაცი იქნება არა ანუ იმ ხალხის ვისაც ასევე გააჩნია მსგავსი პოლიტიკური გემოვნება და რაც მთავარია გავაჟღერო სიმართლე იგივე განათლებაზე ეკონომიკაზე და ასე შემდეგ ანუ დღევანდელი ეს მდგომარეობა გადის ორ მთავარ რაღაცაზე სამწუხაროდ ეს არის პოლიტიკური კრიზისი სრული პოლარიზება და რადიკალიზმი აი ესეთ პოლიტიკურ კონცეფტში და მეორე სოციალურ-ეკონომიკური უმძიმესი მდგომარეობა. აუცილებლად გადავალ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხზე და აუცილებლად ქართული ოცნების ინიციატივაზე გვექნება შესაძლებლობა რომ გავამახვილოთ ყურადღება. აი ამ რთულ პოლიტიკურ ჩიხში, როდესაც იმყოფება ჩვენი ქვეყანა, პოლიტიკური სივრცე, როდესაც ჯანსაღად არ გვაქვს სამწუხაროდ მოწყობილი ქვეყანაში, ოპოზიციის როლზე მინდა ყურადღება გავამახვილო. რაღაცნაირად ვერ ჩაუდგა ოპოზიცია თუ არ არსებობს ისეთი ოპოზიცია, რომელიც თუნდაც რაღაც ძალების კონსოლიდაციას მოახდენს და დაჯდება რაღაც ერთი მნიშვნელოვანი ან ჯანსაღი თემის ირგვლივ ერთობას შეინარჩუნებს და არის თუ არა ეს ქართული ოცნებისთვის ძალიან კომფორტული, იმიტომ რომ ისინი მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ვინ უნდა მოვიდეს სვამე კითხვას, ვინ უნდა აიღოს ეს დიდი პასუხისმგებლობა, ვინ უნდა ჩაგვენაცვლოს, ან ვინ შეიძლება იყოს ჩვენი საპირწონე და აქედან გამომდინარე ძლიერი ოპოზიციის არარსებობა კარგად ასხავს ხოლმე აი ასეთ დროს სხვის წისქვილზე წყალს. აქედან გამომდინარე ვიძახი რომ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციას კონდეს ერთი შეხედულება, ერთი აზრი, ერთი მიმართულება და რაღაც შეთანხმებული ნაბიჯები. ლიზა, სულად გეთანხმები ამ მსჯელობაში, იმ აღწერაში, რაც ახლა აღწერე, სამწუხაროდ ეს ასეა. ხო, ერთი სიტყვით და ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, მეც დაგიდასტურებ, რომ ნახეთ, ერთიანობა არ ნიშნავს იდეურ რაღაცა პოლიტიკურ კონიუნქტურაში მოქცეულ მთლიანობას. ერთიანობა ამ შემთხვევაში, აი ამ დროსა და სივრცეში, ასეთ კრიზისში, როდესაც ვართ, ნიშნავს შინაარსების გაერთიანებას. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ პოლიტიკა რა არის?
პოლიტიკა ესე ცალკე აღებული, განყენებული რამ ხო არ არის, ეს პოლიტიკა ხო შინაარსებისგან შედგება. განათლების შინაარსი, ეკონომიკის შინაარსი, იურისპრუდენციის შინაარსი, სოციალური ეს ხო ყველაფერი შინაარსია. ანუ პირველ რიგში ამ ცალკეული თემების ირგვლივ გაერთიანება უნდა მოხერხდეს, მაგრამ ხო, აი რატო ვერ მოხერხდა რაღაცნაირად მე შესაძლებელია რიტორიკულად ახლა თქვენ შეგეკითხოთ. ალბათ იმიტომ რომ ნახეთ სტრატეგიული მიზნის მიღწევის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია მართებული ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ეს ამ ტაქტიკურ ნაბიჯებში შესაძლებელია სწორედაც არ იყო ეს ერთიანობა, თლიანობა, რაც გინდათ ის უწოდეთ. ეხლა სიტყვების მანიპულაციას ხო არ ვაკეთებ. იყენებენ ამ სიტყვებს და მანიპულირებენ ძალიან ხშირად, მაგრამ მე არ ვსაუბრობ, აი მკაფიოდ მინდა ვთქვა, არ ვსაუბრობ რაღაცა კოალიციურ დიდ გაერთიანებაზე, სახელად რაღაც X პარტია ან მოძრაობა, არავითარ შემთხვევაში. აქ არის საუბარი კონსტრუქციულ საქმიან შინაარსზე დაფუძნებულ გაერთიანებაზე, რომელიც ხო ალბათ რა თქმა უნდა იმანაც შეუშალა ხელი როგორც აღნიშნე კიდევაც რომ რა ვიცი ნახევარზე მეტი ციხეშია ხო უსაფუძვლოდ სრულია და სხვადასხვა გაუგონარი მიზეზით დღესაც კიდევ ერთხელ ვახსენებ ხო აი დატოვა და აი გამოვიყენებ ეთერს და მივულოცავ რა თქმა უნდა გათავისუფლებას და ვუსურვებ თავის საქმიანობაში პოლიტიკურ ველზე შედეგზე ორიენტირებული იყოს და რაღაცა ყველამ თავისი საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. აი ამ ყველაფერში ის რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაც პოლიტიკური შეიძლება თანხვედრა არ იყოს პოლიტიკურ პარტიებს შორის და ძალიან ბევრი სხვაობა იყოს, მაგრამ ფაქტი ის არის რომ არც ერთი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია არ არის გამოკვეთილი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ხო რაღაცა ლიდერული რაღაცა ფუნქცია არ გააჩნია ამ წუთას, ხომ? აი პოლიტიკურ პროცესებს ვერ ჩაუდგა სათავეში და ვერ. ხო, ნახეთ იცით რა, შესაძლებელია ეს მომენტუმი არის გაშვებული პოლიტიკური ჩემი ღრმა რწმენით და ეს იყო 1 წლის წინ მარტის თვეებში, როდესაც მაშინ მე კი პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენდი, ეხლა ასე ვთქვათ, ამისგან გათავისუფლებული და ამ შლეიფის გარეშე ვსაუბრობ, მაგრამ მაშინაც ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ 1 წლის წინ მარტის თვეს ეს რაღაცნაირად განსაკუთრებით პიკი როცა იყო და პრაქტიკულად მთელი საქართველო გარეთ იდგა, ხო? აი ეს პოლიტიკური შანსი არის გაშვებული. და ძალიან ვფრთხილობ ახლა აი ალბათ მატყობ კიდევაც რომ ვისი ბრალი იყო, როგორ მოხდა. სიმართლე გითხრათ, იქ მდგომი მოსახლეობის, მოქალაქეობის არ იყო დაკვეთა. იმიტომ რომ იქ ხო იყო გარკვეული ტიპის მცდელობები, კულუარული საუბრები, რომლებიც არიან პოლიტიკის ჯგუფების, ანუ იყო თითქოს ის, ასე ვთქვათ, პოზიცია თუ მიმღეობა მხოლოდ იმის, რომ ამას შეძლებს ხალხი. ხალხმა შეძლო ძალიან ბევრი, შეძლო ის, რომ დღესაც რუსთაველზე მუხტი წინააღმდეგობის არსებობს. ეს მილევად რეჟიმშია ინერციით არის თუ როგორ არის, ეს ეხლა განსახილველი არ არის მთავარია. იმ ერთეული, ათეული, ასეული ადამიანის ხარჯზე ეს მუხტი არსებობს. მაგრამ ანუ თუ ჩვენ სიმართლეს ვსაუბრობთ, სიმართლე უნდა ვისაუბროთ, ხო? არ იყო მიმღეობა როგორც ჩანს, მაგრამ ბევრი შეძლო ხალხმა ნამდვილად. ამიტომ ეხლა აი კიდევ დავუბრუნდები იმ საწყის. მე მგონია, თუ შევცდები კი ბატონო, მე მგონია, რომ ერთგვარი გაერთიანება უნდა დაიწყოს 1, 2, 3 რამდენიმე კონკრეტულ საგანზე ან შინაარსის ირგვლივ. სადაც აბსოლუტურად განულებული მინუსებში იქნება ცალკეული ინდივიდის, ცალკეული პოლიტიკური მოძრაობა, ჯგუფია, ჯერ არ არის პოლიტიკური მოძრაობა, პოლიტიკური გემოვნება. იმიტომ რომ ასე მაგალითად გამოვიყენებ, ბევრ სიღრმეებში დღეს ვერ წავალთ, ასე მაგალითად ის რომ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, განათლების, ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომ არ არის რეფორმა და არ ემსახურება განათლების ეს როგორ გითხრათ, თანამედროვე განათლების მომავალ და მდგრად განვითარებას ძალიან ბევრი ფაქტი შემიძლია დაგისახელოთ ეს შემდეგში იყოს და აი ამის ირგვლივ, რაც არ უნდა განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება გქონდეს, როგორ შეიძლება არ გაერთიანდე, ხო? არ ვიცი მე თუ მეტყვით, კი ბატონო, მაგრამ
ამის გარდა პოლიტიკური გაერთიანებების გარდა ამ ხოლგის ქვეშ აუცილებლად კიდევ მეტი პასუხისგებლობა მოეთხოვება და მეტი პროფესიული მიდგომა ამ საკითხისადმი, რომ გაერთიანდნენ იგივე პროფესიული წრეები და ამ წრეებში მყოფი ინდივიდები, სადაც აქაც არის რაღაცა ტიპის სიმყიფე და ესე თქვათ, როგორ თქვათ, სუბუქად, ხო? უფრო კონსტრუქციულები, უფრო საქმიანად მეგობრულები და უფრო მეტად მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყვნენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად გამოვა რაღაც და ყველაზე მნიშვნელოვანი რომ აი ხა მე და თქვენ რომ აქ საუბრობთ დრო სრულ 101%-ით ვარ დარწმუნებული რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ ესეც არის ნათქვამი, რომ ვიჩქაროთ ნელა გონივრულად, ისე რომ არ დაზიანდეს მით უმეტეს იმ საგარეო პოლიტიკური პროცესებთან მიმართებაში. ასე რომ ზოგადად მე თავად გახლავართ, არ არის ჩემი შინაგანი мотиваცია და მდგომარეობა რადიკალიზმი. არა, ნამდვილად არის ერთადერთი შინაარსი, საგნობრივი მიდგომა, კონსტრუქციულობა, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ტექნიკას აცდელია, ქუჩაც, დარბაზიც, მედია საშუალებაც და ყველაფერი, რაც შეიძლება გამოვიყენოთ. კი ბატონო. და აი რამდენიმე წუთი გვჩება და აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ თემას, რომელიც ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრია, რომ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური, ეკონომიკური საკითხების მიმართ ყურადღება არსებობდეს, დიალოგი, მსჯელობა არსებობდეს და რაღაც ყურადღება მე ვფიქრობ, რომ მივიქციეთ პირველ ეტაპზე ქართული ოცნების წინააღმდეგ შემთხვევაში 14 წლის მე 14 წელს არ გამოვიდოდნენ და არ აღიარებდნენ იმას, რომ ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაზე მეტად უფრო ძვირია დახლებზე ფასი. ეს უკვე რაღაცნაირად თუნდაც ასეთი ტიპის საუბარი ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვისმენთ იმას, რომ ეკონომიკა დუხს, რომ ძალიან პროგრესულად ვითარდებით, რომ და ახალი კვლევები მაგალითად იმედის არხზე გამოქვეყნდა და წავიკითხეთ, რომ თურმე დანაზოგების გაკეთების საშუალება აქვს ხალხს იმდენად გაიაფთა ყველაფერი შესაძლებელი გახდა, გარდა ამისა მოვისმინეთ, რომ აი ამ ყველაფრის ფონზე, რაც ბოლო დროს ელიტარულ კორუფციაზე მოვისმინეთ, ვნახეთ ადამიანები, მართველი პარტიის წარმომადგენლები, ანგარის გასაწევი ადამიანები ციხეში ჩასვეს და თან კვლევებს გვთავაზობენ, რომ თურმე კორუფციის დონით საქართველო ძალიან კარგ ადგილზეა და ასე შემდეგ. ხომ, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს მივიქციეთ, ხომ, პირველ ეტაპზე ქართული ოცნების ყურადღება და თქვენი მოლოდინი როგორია? რეალურად ეს არის ისევ ფასადური დამოკიდებულება? თუ მაგალითად გუშინ, როდესაც უწყება შევიდა მსხვილი მაღაზიათა ქსელების, ასე ვთქვათ, სათა ოფისებში რაღაც მოკვლევების საბუთები და სუსი, ხო? ესეც ხო უკვე მინიშნებაა, ლიზა. თქვენი შეფასება როგორია? აი რა შეიძლება მოყვეს აი ამ ყველაფერს? ხო, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რომ უმძიმესია, პოლიტიკური კრიზისია, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისია, ხო? ეს ეხა ზედაპირზე დევს. ყოველდღე ხვდები მე ასეთ გარემოს და ასეთ ადამიანებს და ძალიან მწუხვარ, მაგრამ ნახეთ, მიდგომა თვითონ ძალიან არასწორი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან და შეიძლება ითქვას წინასწარ განსაზღვრული სპეციალურად და რაზე მინდა ყურადღება გავამახვილო. მივალიქამდე, რომ რა თქმა უნდა ფასები მაღალია ვიდრე ევროპულ ქვეყნებში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხომ დღეს არ გაიგეს. არც დღეს გაიგეს, არც გუშინ გაიგეს. წლებია ესეა. ამიტომ ნახეთ, მიდგომა უნდა იყოს შემდეგი, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში 21 საუკუნეში, როდესაც ამ ფასების დაჭერა ძალიან რთულია და შეუძლებელია ასე ხელოვნურად მოახდინო ამის ორგანიზება, ამიტომ ჩემის აზრით ხელფასი ანუ ღირსეული სახელმწიფო პოლიტიკა, ღირსეული სახელმწიფო ანაზღაურება ყველა მიმართულებით ხელფასი უნდა დაეწიოს ამას და არა პირიქით. ნახეთ ესენი როგორ, ანუ უკუღმა საუბრობენ. ხელფასი იგივე უნდა იყოს. პენსიონერს მხოლოდ 20 ლარი უნდა მოუმატო. თავად უნდა 12000 რაღაცა აქვთ ხო, მე მგონი და გააჩნია კიდე იქ ესე თქვა დივერსიფიცირებულია იმის მიხედვით.
და ებრძვიან იმას, რა ქვია, კომპანიებს, ეს ხო ბრძოლაა პირდაპირ. თუ მართლაც ეს ნაბიჯი არის კეთილშობილი იდეა, მოდი დავიჯერებ, კი ბატონო, დავიჯერე, კითხულობ, მაგ შეკითხვა, მე არა ვარ, ხო, ამის კრიტიკული კომპეტენცია არ გამაჩნია, მაგრამ მოქალაქე ვარ, რომელიც ვხედავ ამ ყველაფერს, რატო შევიდა იქ სუსი და არ შევიდა თქვათ ფინანსური პოლიცია და ახსნან მაშინ, ხო? ამიტომ მგონია, რომ ისევე როგორც პოლიტიკურ ველზე, აი ამ მოდი დავარქვათ ეგრეთ წოდებულ ფინანსურ ველზე, ეკონომიკურ ველზე დაიწყეს რაღაცნაირად გადანაწილება ერთმანეთში ამ რესურსების. ძალიან ფრთხილად მინდა ვთქვა წილის, აი ნუ ასე იკვეთება ეს. ეს არ არის მაღაზიებში, კომპანიებში შევარდნა, თან ესე საჯაროდ და ამის, როგორ გითხრათ, გაშავება ამ ყველაფრის. და ამას ისმენს, ხო, მოსახლეობა. კიდევ ვიმეორებ, უმრავლესობა, ხო, უყურებენ იმ არ არის სამწუხაროდ რეგიონებში, მაღალმთიან რეგიონებში, არ აქვს ამ მედიებს, კრიტიკულ მედიებს დაფარვა, ხო? და usmens ის და მეს ვერაფერს ვერ უსმენს სამწუხაროდ, კი არ უსმენს, ვერ უსმენს, დაიჯერებს და სინამდვილეში მარცვალი პრობლემის არის იმაში, რაც ვთქვი, უნდა დაიწყო ხელფასი, ანუ შენი სახელფასო პოლიტიკით უნდა დაანახო, რომ ზრუნავ მოსახლეობაზე და არა ამ თუნდაც დაუშვათ ის დაშვება, კეთილშობილია ეს იდეა და რაღაცა გადასარევს ემსახურება ასეთი ბრძოლით კომპანიებთან და მაღაზიებთან. ეს იქნება ჩემი პოზიცია. კი ბატონო, უღმეს მადლობა მონაწილეობისთვის, იმისთვის რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ. რუსუდან თევზაძე გვსტუმრობდა პოლიტიკოსი, გადაცემის მომდევნო ნაწილში კი ვახტანგ მაისაია ჩაგვერთვება ანალიტიკოსი. ბატონ ვახტანგ, გესმით ხომ მგონი ჩემი ხმა უკვე ხაზზე ხართ, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პოლიტიკური სურათი რა, პოლიტიკური სურათი გვაქვს ქვეყანაში, როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, სად ვართ რა ნაწილში, რაღაცნაირად იზოლაციაში ვართ მოქცეული, მაგალითად მე ვახსენე გადაცემის პირველ ნაწილში, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზეც კი აღარ გვიწევენ 2 წლის განმავლობაში თქო და ალბათ ეს არის იმ ყველაფრის შედეგი, რასაც ქვეყანაში ვადევნებთ თვალს, რაზეც გვესაუბრებიან ამ დენი ხნის განმავლობაში, თუმცა რაზეც მიყურადებული გვაქვს და თითქოს არაფერი აი ასეთ პოზიციაში კომფორტულად გრძნობთ თავს. თქვენი შეფასებები როგორია? ნუ მე მოგესალმებით თქვენს სტენოაკურებელს. მინდა აღმოჩნდა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია. მე დავახასიათებდი 3 კონკრეტული მაგალითით. პირველი, რომ ეს არის რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირი პოლიტიკური ტერმინი არის ავტარკია, ანუ ავტარკიული ტიპის რეჟიმი თუ შეიძლება ჩამოყალიბდეს საქართველოს ძალიან ცუდი მაგალითი. მეორე, მე თავის დროზე სამწუხაროდ შემოვიტანე მათ შორის თქვენს ეთერშიც და სხვა ეთერშიც ტერმინი კიმჩენიზაცია. აი ნუ ჩილოეთ კორეის კიმჩენიზაციის პროცესის დაწყება და განვითარება, მაგრამ მე ნამდვილად არ მოვულოდი, რომ ეს პროცესი ესე მალე განვითარდებოდა, ძალიან მალე მიიღებდა თავის რეალურ კონტურებს, სამწუხაროდ ჩემს საკუთარ სამშობლოში. მე უბრალოდ ეს ტერმინი თქვი, უბრალოდ ზოგადად მე ვიტყოდი თუნდაც ესეთი პაროდიული, სატირისტული, პოლიტიკური პაროდიულ-სატირისტული კონტექსტში, მაგრამ ეს ყველაფერი აღმოჩნდა ფარსი კი არა, ტრაგიკული პროცესების ერთგვარი ჯაჭვი. ეს მეორე. და მესამე, ასევე მინდა გითხრათ, რომ აი ჩემი და ქალბატონ გოგუნი მაღრაძის წიგნში საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ისწავლება სხვადასხვა სახელმძღვანელო ჩვენს უნივერსიტეტებში უსაფრთხოების კვლევებში, ჩვენ შემოვიტანეთ ტერმინი ეროვნული უსაფრთხოების ჩიხი. ანუ მოგესალმებით არის 3 ტერმინი: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ანუ პოლიტიკა, ხო? არის ეროვნული უსაფრთხოების დილემა, აი ესეთი ტერმინიც არსებობს. და აი ესე ტერმინი არის ეროვნული უსაფრთხოების ჩიხი, რომელიც სწორედ სამწუხარო რეალობიდან კვლავ გახდა აი სულად რეალიზებული. თუ ეს ტერმინი, აი ისე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ ვასწავლეთ ჩვენ სტუდენტებს, იყო წმინდა თეორიული და მე მიჭირდა დაუშვათ, რომ რაღაცნაირად ამეხსნა თუ რას ნიშნავს აღნიშნული ტერმინით, ამას თავისი დეფინიციას გააჩნია, განსაზღვრება და შესაბამისად საბედნიეროდ არ მქონდა ამის საშუალება. დღეს მაგალითად შემიძლია, აი როგორ თქვა, თამამადაც კი თქვა, რომ ეს არის დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური სისტემა, როგორც ვთქვი, არის სწორედ ეროვნული უსაფრთხოების ჩიხის კონკრეტული გამოზეურება. მე მგონი ეს 3 კონკრეტული არგუმენტი მოვიყვანე, როგორც თეორიული, როგორც მეცნიერული, აგინ აკადემიური კუთხით რო ველაპარაკოთ, აი პოლიტიკური მეცნიერების კუთხით.
მე მოგესალმებით გახლავთ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, სამხედრო მეცნიერებასთან ერთად თავისთავად ცხადია. და შესაბამისად მინდა გითხრათ რომ აი როგორც პოლიტოლოგი და შემდგომ პოლიტიკის დოქტორი, პროფესორი, მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოთქვა იმაზე რომ სამწუხაროდ აი საქართველოს საქართველოს გახდა აი ამ ტერმინის ერთგვარი მე ვიტყოდი აი როგორ თქვა აი ალეგორიული თუ დაუშვათ იგივე სხვა ტიპის გამოხატველი აქტორი. დღევანდელ დღეს აბსოლუტურად ხო თქვა სრული მე ვიტყოდი ჩიხში ვართ აბსოლუტურად მე შეგახსენებ რომ დაუში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის გაკეთებული საკმაოდ მე თუ მკითხავ ჩვენი კუთხით გავდეს საგანგაშო განცხადება რა თქმა უნდა აზერბაიჯანი ჩვენ სტრატეგიული მეგობარი ჩვენი პარტნიორია მაგრამ პირდაპირ გითხრათ რომ ბუნებრივია ამ სტრატეგიულ მეგობრობასაც გააჩნია თავისი უკაცრავად ზღვარი როცა მეორე მხარე შენ ელემენტარულად ზურს გაქცევს როცა მეორე მხარე შენს მიმართ არის აბსოლუტურად მე ვიტყოდი ну თქვათ საკმაოდ არაპატიოსანი და შესაბამისად გაურკვეველია მას რა უნდა, მინდა მოდი ასე ვთქვათ და შესაბამისად თამაშობს ისე თამაშებს რომელიც შეიძლება აი იმ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდაც კი შეიძლება იყოს გამოსული, ახლა მე ნამდვილად ალიევის პრეზიდენტ ალიევის განცხადება ჩვენას სამწუხაროდ როგორც გეოპოლიტიკოს ნამდვილად არ გამკვირვებ, მაგრამ როგორც ჩემი ქვეყნასაც არის ტრაგიკული და ძალიან ცუდი მომასწავებელი განცხადება, რომელიც თქო რომ ფაქტიურად ესე იგი უკვე ჩვენ მდგევართ იმ ზღვარზე რომ ის მონოპოლი რომელიც ჩვენ ქვეყანა მოიპოვა 1999 წელს მოყოლებული საქართველოს დაეხსნა პრორუსული მე ვიტყოდი ეს ვთქვათ გეოპოლიტიკური გავლენის მარწუხებს ეს იყო 1999 წელს როცა საქართველოს ასე ვთქვათ არ გააგრძელა მონაწილეობა სამხრეთ პოლიტიკურ ალიანსში რომელსაც კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის გაწევრიანებაში DST-სთან იყო არსებული ჩვენ შესაბამისად ასევე მოახდინეთ დენონსაცია რუსეთის ფედერაცია გაწევრებული ძალიან მე ვიტყოდი როგორ თქვა სამარცხვინო ხელშეკრულების რომელიც ყოველშაბათს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო არ დაამტკიცა და ამით გარკვეულად გადაგვაჩინა თავის დროზე და ნუ ჩვენც გავაკეთეთ დენონსაცია როდესაც საქართველოს ფაქტობრივად პირველად განაცხადა რომ ჩვენ ასე ვთქვათ ვართ იმზად რომ გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრები და 99-დან დაიწყო ეს დაუშვათ დასავლური საგარეპოლიტიკური ორიენტაცია და მაშინ სწორედ საქართველოს გაეხსნა გეოპოლიტიკური ბედი და ჩვენ გავხდით თავარი სატრანზიტო არტერია იმ არეალში რომელსაც ეწოდებოდა კავკასია კასპიისპირეთის რეგიონული გეოპოლიტიკური არეალი და სწორედ სამი პროექტი განხორციელდა ხო ბაქო-თბილისი ჯეიხანი ბაქო-თბილისი ეზრუნი ბაქო-თბილისი ფოთი და შესაბამისად 2000 უკვე მე მგონი თორშტები 4 წლიდან უკვე დაიძრა ესე პროცესი სარკინგზო მაგისტრალის ბაქო-თბილისი ყარსის ასე ვთქვათ ასევე მეოთხე მაგისტრალის ამოქმედებასთან დაკავშირებით და პლუს კიდე შესაბამისად ჩვენ გაგვიჩნდა კიდე ძალიან კაი მომენტი აი ჩინეთის მიერ ერთი საწყელი ერთი გზის ამოქმედების შედეგად რომ გამختარიყავ ჩილოეთ დასავლეთის არ ვუყავთ აღმოსავლეთ დასავლეთის ანუ მე ვიტყოდი სატრანზიტო გეოეკონომიკური კორიდორის მთავარი მე ვიტყოდი ჰაბი და ანაკლის პროექტის რეალიზაციის პერსპექტივები ამას კიდევ უფრო აძლიერებდა დღეს აი ეს ყველაფერი ფაქტიურად არის დაყვანილი ნულის დონემდე მინდა გითხრათ რომ დღევანდელი რეჟიმის ანუ მე ვიტყოდი როგორ თქვა ახლა ავტარკიული რეჟიმი ჩვენ ასე დავახასიათებთ რომ ეს იყო ასე ვთქვათ ავტოკრატიული ხო ავტარკიული რეჟიმზეა საუბარი ავტოკრატიაზე უკვე აღარ საუბრობს რა ავტარკიული ტიპის რეჟიმი რომელიც აბსოლუტურად საკუთარ თავსაც აღარ ენდობა ნახეთ ახლა საკუთარი გუნდის წევრები ფაქტიურად ესე იგი გაავსეს ციხეებით როგორც თქვიან საკუთარი წევრებზე არის საუბარი საქართველოს ფაქტიურად მიექანება არ შემდგარი ქვეყნის სტატუსის ხელახლა მოსაპოვებლად რომელიც ედუარდ შევარდნაძის მეორე მმართველობის უნიათო მმართველობისა და საერთოდ მე ვიტყოდი დამნაშაულ მმართველობის პერიოდში საქართველოს უკვე ერთხელ მიეწება ეს სტატუსი 2001 წელს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს გამოაცხადა არ შემდგარ ქვეყანა და მხოლოდ 2003 წლის მერე ეს სტატუსი შემოგვეხსნა დღეს უკვე ისევ ამ სტატუსს უბრუნდებით იმიტომ რომ არავინ არ თანამშრომლობს საქართველოსთან არავინ რუსეთის დიქტატორი პუტინიც კი თაკილობს აი ეგრეთ წოდებული აი ამ პიონერთან რა ქვია რომ პიონერების ლიდერებთან რო თქვი კლანი რო თქვი ირაკლი ყობახიძე და საერთოდ აი გახედვასაც კი თქვენ წარმოგიდგენთ
პრეზიდენტ აი ტრამპის მშვიდობის საბჭოზე მე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელშიც სომხეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობდნენ და სამწუხაროდ იქაც არ მიეცა საშუალება საქართველოს ეს არის ავტარკია, იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ ყველა ინიციატივებიდან ყველა საერთაშორისო ვართ ბლოკირებული. მინდა გითხრათ რომ აი მეორდება საქართველოს ისტორიაში მეორდება ხელახლა აი ის პროცესი რომელიც იყო დაკავშირებული 1991-93 წლებში, მოდი ესე ვთქვათ, როცა ძველგამსახურდია იყო ასე ვთქვათ პრეზიდენტი, მაგრამ მოდით ვთქვათ, მაშინაც საქართველოს მოუწია ესეთ იზოლაციაში ყოფნა, მაგრამ ნახეთ ძველგამსახურდიასთან განსხვავებით, რომელსაც ბუნებრივად ჰქონდა ობიექტური მიზეზები ამისი, მოდი რა, ეს არ იყო ძველგამსახურდიას დანაშაული, ეს არ იყო იმდროინდელი კანონიერი ხელისუფლების მე ვიტყოდი რაიმე ისეთი ქმედება, რომელიმაც გამოიწვია გვარი პოლიტიკური ხარაკერი, რომელიც დღეს აკეთებს დღევანდელი რეჟიმი. ხა მე როგორ შევადარო, აუშვათ, ეხლა ენაც კი ვერ მომიბრუნდება, რომ ძველგამსახურდია შევადარო დღევანდელ პოლიტიკური აგათ აი მე ვიტყოდი აი ამ მარიონეტებს, ხო? ეს იქნება მკრეხელობა ჩვენი ხრიდან, ხო? მაგათ ძველგამსახურდიას ჰქონდა სულ სხვა დილემა, პირდაპირ ვთქვათ რა, დილემა და რამიტომ რომ ძველგამსახურდიას წინააღმდეგ ფაქტიურად დაირაზმა ორი, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ეგრეთ რუსეთი და საბჭოთა ცენტრი. შესაბამისად, ძველგამსახურდია ცდილობდა რომ საქართველოს ყოფილიყო მართლა დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელმწიფო და ბუნებრივია მაშინ შესაბამისად მაშინელი საერთაშორისო რადგანაც ეწინააღმდეგებოდა რომ დაუშვათ ბალტიის სახელმწიფოების გარდა ყველა სხვა სახელმწიფოებს ქონოდა რესპუბლიკებს ქონოდა დამოუკიდებლობა, სამწუხაროება ესეთი იყო. ძველგამსახურდიას პერიოდში არ არსებობდა პოლიტიკური მართვის გამოცდილება, სახელმწიფოს გამოცდილება და ეს ობიექტური დაუშვათ ხარვეზი შეიძლება იყოს ძველგამსახურდია, მაგრამ ძველგამსახურდია ამდენ ძენი პოლიტიკოსი იყო, რომ ძველგამსახურდია აი ამის სანაცვლოდ შემოიტანა რეგიონალური უსაფრთხოების აი ყველაზე იდეალური მაგალითი. ანუ ჩვენ კი შეიძლება საერთაშორისო დონეზე ვიყავით იზოლაციაში, რაც ბუნებრივია არ იყო ძველგამსახურდიაზე მისი ასე ვთქვათ ხელისუფლების ბრალი, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, მაგრამ ძველგამსახურდია იმას მიაღწია, რომ რეგიონული უსაფრთხოების მასშტაბში, რომელიც კავკასიის რეგიონზე ქვია, საქართველოს იყო ნომერი პირველი სახელმწიფო. და ძველგამსახურდიას ერთიანი კავკასიური ერთიანი სახლის იდეის შემოტანის პერიოდში საქართველოს იყო ერთიანი მონოლითური და შესაბამისად რეგიონული ლიდერი სახელმწიფო. ეს მაინც შეძლო ბუნებრივია და ძველგამსახურდია დაემხო რუსეთის მაშინელი კრემლის ასე ვთქვათ ინსპირაციების შედეგად, ეს უკვე დამტკიცებული ფაქტია, სამხედრო გადატრიალება მოუწყვეს, მაგრამ შესაბამისად მისი ხელისუფლება დაემხო ჩვენ სამწუხაროდ, მაგრამ დღეს ნახეთ, დღეს ფაქტიურად თუ ის იყო ერთგვარი მე ვიტყოდი ტრაგედია ბუნებრივია, რომ ჩვენ იზოლაციაში მოვყევით იმ პერიოდში, ბაბა ისე ობიექტური გეოპოლიტიკური მიზეზი გამოდა, დღეს ეს უკვე ფარში გადავიდა. დღეს ფაქტია ჩვენ სწორ გზაზე ორივე ფეხი მოვიტეხეთ. აი თქვენ გესმით რა სინს საქართველოს სწორ გზაზე, როდესაც საქართველოს შეეძლო, აი ის მიღწევები, რომელიც ბუნებრივია თუნდაც აი დაუშვათ 2012 წლიდან დაუშვათ იგივე რაღაცნაირად მიაღწია საქართველოს, ხო? ასე თუ ისე კოლექტიური, მაშინ ქართულოსნომ არ იყო ეს პარტია, ეს იყო პოლიტიკური ალიანსი და მარტო ქართულოსნომ არ იყო, ეს ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის იგივე თუნდაც პატრიოტ ალიანსი, თუნდაც იმ დროს ყველა პოლიტიკური პარტიების მიღწევა იყო, რომ ჩვენ განთავისუფლდით იგივე ავტორიტარული რეჟიმისაგან, რომელიც აფერხებდა ჩვენს განვითარებას, ეს ერთი. მეორე, ჩვენ მივახციეთ ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკის მაქსიმალურ დონეს, მე ვიტყვი გითხრათ. მაშინ სხვადასხვა გაიხსნა, მე ვიტყოდი ახალი გეოეკონომიკური რეალიები, ანაკლიის პორტის შენობების მომენტი, იგივე თუნდაც რომ საქართველოს გამხდარიყო საერთაშორისო მე ვიტყოდი ეს სატრანზიტო მნიშვნელოვანი ხაბი, ხო? და აი 2020 წლის მერე აი პოსტკოვიდური პერიოდში ფაქტობრივად საქართველოს მიექანება პირდაპირ გაგებით უსკურისაკენ რა და დღეს ჩვენ მივიღეთ რა რომ საქართველოს ფაქტიურად სწორ გზაზე ვისაც კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ჩვენი საკუთარი სტატუსი დღეს ჩვენ ფაქტიურად ვაკეთებთ პოლიტიკურ ხარაკირს აი ამ მე ვიტყოდი უციგნურების თუ მე ვიტყოდი პოლიტიკურად გაუნათებელი პოლიტიკოსების პოლიტიკანების გამო რა ეს არის მასალის წერტილი რა ბატონ ვახტანგ აი ამ შეხვედრაზე რომელიც ვახსენეთ მშვიდობის საბჭოს შეხვედრაზე სომხეთმა და აზერბაიჯანმა პირდაპირ განაცხადეს რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია ერთმანეთის გავლით გადავიტანოთ ტვირთები ანუ გამომდინარე აქედან ის სტრატეგიული მნიშვნელობა სატრანსპორტო სტრატეგიული მნიშვნელობა რომელიც საქართველოს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლს ასრულებდა ჩვენთვის. აი ამის გარეშეც კი ირჩება საქართველო. რა ქალბატონისა, ნახეთ, საქართველოს შესთავაზეს სხვადასხვა, აი დღევანდელ საქართველოს შესთავაზეს
იგივე თუნდაც სამხრეთ აზერბაიჯანისა და ამერიკის შეერთების ადმინისტრაციებმა რომ მიერთებოდა იმ ფორმულას, რომელიც უკვე შეიქმნა კავკასიის რეგიონსათხოვრის ფორმატში. ადრე თუ იყო 3+2 თუ 3, ხო? რომელიც ჩვენთვის მიუღებელი იყო და ეს ფაქტიურად დაშლილი ფორმულა უკვე აღარ არსებობს. დღეს იქნება ახალი რეგიონსათხოვრის ახალი ფორმულა, რომელიც შეიძლება გამოხოთ ესე 2+1+1, 2 სომხეთი, აზერბაიჯანი, 1 თურქეთი და 1 ამერიკის შეერთებული შტატები. ნახეთ, ჩვენ გვქონდა შანსი რომ მიერთებოდა გამختارიყო ეს 3+1+1-ის ფორმატში. და ეს იქნებოდა აბსოლუტურად მე ვიტყოდი ძალიან კარგი, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო და ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის პირდაპირ მე ვიტყოდი, ასე ვთქვათ, რეალიზებადი ფორმატი. მაგრამ დღევანდელმა, აი მე ვიტყოდი მართლაც ახლა პიონეროკრატიის წარმომადგენლებმა, ხო, პიონერებმა თუ პიონეროკრატიის წარმომადგენლებმა ეს იდეას კი უკუაგდეს. ამაზეც უარი განაცხადეს. აი ამის მერე ლოგიკურია, ბუნებრივია რომ ყველა საქართველოს ზურგის შეაქცია. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო, ხო? მე მგონი ეს ქართული ანდაზა, აი ზუსტად მოერგება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას. ყველა მიმართულებით აბსოლუტურად, ყველა საერთო ორგანიზაციებმა მიიღეს აბსოლუტური მე ვიტყოდი უარი ჩვენგან. აი სუფთა კიმჩენიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ იქ კიმჩენი, იქ მაინც კიმჩენი მაინც აყავთ ეგეთ ვარიანტი. აქ კიმჩენიც არ არსებობს, აი ვინ არის აქ პოლიტიკური თუნდაც გამოსავალი რა არის, იმიტომ რომ არც ოპოზიცია ყავს საქართველოს იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით იზოლაციაში, ეს უშუალოდ ზვიადგამსახურდიას ხარიზმა, ისა პოლიტიკურმა ლიდერშიპმა, რეგიონის საფრთხეების ლიდერად გადააქცია საქართველოს, მაგრამ ბუნებრივია ის გაარღვევდა ამ იზოლაციას თავისთავად ცხადია და საქართველოს აღიარებდნენ, მაგრამ მას არ მიცეს ამის საშუალება. დღეს აი ვინ არის დამისახელეთ, რომელი პოლიტიკური აუცილებლად უნდა გკითხოთ, ამასთან დაკავშირებულია ეს საფრთხეშიც რომ აღარ გვიძახიან, თუნდაც ელემენტად, თუმცა ბელორუსიც კი მიიწვიეს ეგეთ ვარიანტს. აი ავტორიტარულ რეჟიმ ბელორუსიც კი მიიწვიეს აი ამ მე ვიტყოდი საბჭოს იმაზე, აი ვთქვათ, საქმიანობაში და ანუ ჩათვალეს რომ ბელორუსიას კიდევ ასე ვთქვათ, აი კიდევ აქვს შანსი რომ დაუშვათ მოახდინოს რაღაცა დემოკრატიული რეფორმა. ბელორუსიამ პოლიტპატიმრია მაინც გაუშვა. ციხეები. 100 პოლიტპატიმრია რომელიც გაანთავისუფლა ხო ელემენტარულად, ხო? ბატონ ვახტანგ, აი ასეთ დროს რა შეიძლება იყოს გამოსავალი, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ წლების განმავლობაში რა მოხდა, როგორ მოხდა და ხედავთ რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ჯანსაღი იყო და ნორმალური იყო, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდებოდა და არა გაქრობა, არა შუა გაკრეფა და ასე შემდეგ, ეს პოლიტიკური პარტიები საერთოდ გააქრეს, ანუ თავიანთი დამოკიდებულებით პოლიტიკიდან დაასუსტეს შესაძლებლობების გარეშე არათანმიმდევრულად ექცეოდნენ და ასე შემდეგ, მთელი ამ წლების განმავლობაში რასაც ვადევნებთ, არათანაბარ პირობებშიც ჩააგდეს და ბევრი რამ რაც გამოვიარეთ, ხომ? მივიღეთ ის, რომ ყავს პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური ოპოზიცია, ანუ რომელსაც ვერ შეუძლია იმ პოლიტიკური პროცესების სათავეში ყოფნა, რომელზეც უნდოდა პასუხისმგებლობის აღება რაღაცნაირად სათავეში ჩადგმა, მაგრამ ხალხმა თავად უარი უთხრა ამ პოლიტიკურ პროცესებზე აიღო პასუხისმგებლობა, ხომ? გახსოვთ თქვენ აქციებზე, იმიტომ ვერ ჩაუდგნენ სათავეში, რომ არ იყო ამის მოთხოვნა და დაკვეთა საზოგადოების მხრიდან. არ უნდათ ამ ადამიანების ნახვა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მაგალითად პოლიტიკურ მსხვილ ოპოზიციას წარმოადგენენ, თუმცა ეს ადამიანები არ მიიღო საზოგადოებამ. პატარა პოლიტიკური პარტიები და ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც შეიძლება მართლაც ძალიან დიდი სურვილით არიან, სამწუხაროდ ვერ ახერხებენ იმას, რომ რაღაცნაირად ქართული ოცნების ფონზე ან წინ წაიწინონ, ან გამოჩნდნენ. აი ასეთ დროს რა შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნება მუდმივად ამით იმართლებს თავს, რომ აბა ვინ უნდა მოვიდეს, მე ვარ ალტერნატივო და ასე შემდეგ. არ ვიცი და პარალელურად აი ეს პროცესები, რომელსაც ვადევნებთ თვალს და გუშინდელი მათი ინიციატივა ასევე აი კავშირშია. აი მაგაში მაქვს საქმე, ნახეთ გავდნა. კი, ამბობენ რომ დებატები გვინდა, მაგრამ თვითონ ამბობენ რომ სივრცეს, ადამიანებსაც კი თვითონ შეარჩევენ, ვისაც უნდა ელაპარაკონ. აი ამაშია მთავარი არსი, ამაშია მთავარი მე ვიტყოდი რომ მათაც უკვე ესმით რომ ისინი არიან პოლიტიკური თითქოს იხსნებიან, მაგრამ იკეტებიან პარალელურად. ხდებიან რომ მათი მართლობა უკვე ფაქტიურად მართლობას მიყავს ქვეყანა დაღუპვისაკენ. თვითონ მაგათ ესმით ყველა შეიძლება, მაგრამ მათ არ შეუულიათ ელემ მართლობა. მათი პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ლიდერში არავინ არ არის ხარისმატული პიროვნება, აბსოლუტურად. არავინ არის, არც ერთი არავინ აბსოლუტურად. მათ არ აყავთ ესეთი ასე ვთქვათ სუბიექტები თუ შეიძლება ითქვას. საერთოდ მე მინდა გითხრათ რომ მე არა გამოვრიცხავ რომ შეიძლება ივანიშვილი დაიწყოს კიდე მესამე თუ მეოთხე რაუნდის წვენა და ჩვენ
რამდენიმე თვეში ყობახიძეს უკვე აღარ ვიხილოთ და შესაბამისად ახალი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრიც ასე ვთქვათ ჩადგა. შეიძლება თვითონ ივანიშვილს მოუწიოს აუშვათ პრემიერ-მინისტრის ასე ვთქვათ იმას დაბრუნება, იმიტომ იმდენად გართულებული თულად არის საქმე. ის რომ ყობახიძე უნდა გადაწავიდეს და ყობახიძე საერთოდ არის აბსოლუტურად ნულოვანი დონის მე ვიტყოდი პოლიტიკოსი, ეს უკვე ფაქტია და პირიქით, ანუ ეს უკვე პირიქით გენერირებს კიდევ უფრო მეტ საფრთხეების, მე ვიტყოდი საფრთხეების შემქმნელი პოლიტიკური სხვა სუბიექტია და ბუნებრივია რომ მისი გადაყენება პირდაპირ შემდეგაც მართო პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ ძალაში გადაწყვეტილი საკითხი შეიპირება მოსაზრებით და ესაც მოხდება რამდენიმე ხანში, ნუ მაქსიმუმ შეიძლება 2 თვეში ჩვენ ვნახავთ ახალ მე ვიტყოდი პრემიის ახალ პოლიტიკურ ლიდერს, მაგრამ მე მგონი თვითონ ბიზნეს იმაში მოუწევს ასე ვთქვათ აიგო სადავები, მაგრამ ესეც არ უშველის, მოდი პირდაპირ შეიძლება, იმიტომ რომ ისიც არ არის, ვთქვათ, მე ვიტყოდი, არც კარზონტო ლიდერი და ბუნებრივია, მას არ გააჩნია. ბატონ ვახტანგ, რატომ გაქვთ ასეთი მოლოდინი? შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა გააცნობიეროს, რომ ის ყველაფერი, რაშიც ახლა არის და რა მოცემულობა შეიქმნა, ყობახიძის, ასე ვთქვათ, დამსახურებაა? ეს არის რეალობა, ეს არის რეალობა. ნუ ყობახიძე არა მთლიანი მის მიერ შექმნილი, აი მე ვიტყოდი, ავტარკიული ავტოკრატიული ავტარკიული ტიპის პოლიტიკური სისტემის პირდაპირ ნიმუშია, პირდაპირ შედეგია რა. არ შეიძლება ქვეყანა მართო საკუთარი ბიზნეს კორპორაციის მე ვიტყოდი სტილის მიხედვით რა. აი ტრამპაც აჩვენა, ნახეთ, ტრამპა ორჯერ საკუთარი ესე ვთქვათ ბიზნეს კომპანია გააკოტრა, ხო? მაგრამ როცა გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, ის მიუდგა არა როგორც ამერიკას, როგორც არა მისი პირადი მე ვიტყოდი ტრამპის ასე ვთქვათ მე ვიტყოდი კორპორაციის ტრამპ ტაუერს კორპორაციის მენეჯერი, არამედ როგორც პოლიტიკური მე ვიტყოდი ლიდერი. ეს ტრამპი არ მართავს ამერიკას როგორც კერძო ბიზნესმენი. აი ეს ჩვენთან ეს კულტურა პოლიტიკური ჩვენში არ არსებობს სამწუხაროდ. პირდაპირ რო გითხრათ რა. იმიტომ რომ მეორე მხარესაც რო არიან ბიზნესმენები, ისინიც დაუშვათ დიახ არ გამოირჩევიან დაუშვათ იგივე აი ვინც ახლა ბიზნესის იმაშია და ბიზნესში არის ჩართული და ბიზნესის მართვის კუთხით უყურებს სახელმწიფოს რა. სახელმწიფო არ არის მე ვიტყოდი არავითარი ბიზნეს კორპორაცია, ბიზნეს კომპანია და არ უნდა მართო როგორც აი ასეთი ტიპის მართვის კუთხე გამომდინარე, იმიტომ რომ ეს მიიყვანს დაგუბისაკეთ ქვეყანას. და ეს რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, მოდი ეს ვთქვათ რა. აქედან გამომდინარე, ალბათ ყველაზე მომენტი ის არის, რომ ჩვენ რაღაცა უნდა აუცილებლად უნდა მოგდეს, რომ სანამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ჩავიჩეხეთ და კიდევ არ გადავიჩეხეთ მთლიანი იმაში და სანამ არ მოგვარენჭეს მართლა არ შემდგარი ქვეყნის სტატუსი, რაც დიდი ალბათობა უკვე არსებობს უკვე და ის უკვე სრული იზოლაციაში ყოფნას წარმოადგენს, ალბათ საჭიროა ეროვნული ხსნის რაღაცა გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება და უკვე ოპოზიციურ დაჯგუფება და თუნდაც ეს მართული პოლიტიკური ძალმა გაერთიანდეს და რაღაცნაირად შეიქმნას კოალიციური თუნდაც რაღაცა მთავრობა. სხვა გამოსავალ არსებობს რა. წინა შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად მოგველი საკმაოდ ცუდი პერიოდი და ცუდი დრო. პირდაპირ შემიძლია გითხრათ რა. ასეთი რთული და მძიმე ვითარება საქართველოს ასეც არ ყოფილა რა. თუ დაუშვათ ზვიად გამსახურდიას დროს იყო აი ეს იზოლაციონიზმის გეოპოლიტიკური მე ვიტყოდი ასე ვთქვათ მდგომარეობა, მაგრამ არა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების გამო, მოდი პირდაპირ ვაღიაროთ ესა და ეს იყო ტრაგიკული ასე ვთქვათ მომენტი. დღეს ეს გადაიქცა გეოპოლიტიკურ ფარსად რა. გეოპოლიტიკურ ფარსია. ანუ სწორი გზაზე საქართველოს ფაქტიურად ორი ფეხი მოიტეხა. აი როგორ გამოვხატო ახლა ის სიტუაცია, რომელიც დღეს უკვე შეიქმნა. ასე მართვა და ესე ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. აი ეს არის თავარი გამოსავალი წერტილი. გამოსავალი გითხარით. კი ბატონო. მადლობა, უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვახტანგ მაისაია პასუხობდა ჩემს კითხვებს, გადაცემას კი ლიზა კვესელოვა უძღვებოდი. გმადლობთ რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა, მე შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით.